მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. სტუდიიდან გზა გასაყართან. ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს ბიბლიური გზაჯვარედინები. სტუდიაში გვყავს მოწვეული თეოლოგი გიორგი გვასალია. გიორგი, მოგესალმებით. მადლობა მობრძანებისთვის. მაყურებელს შევახსენებთ, რომ დღეს ჩვენ ვისაუბრებთ კვლავ მეოთხე მეფეთა მეათე თავის შესაბამის საკითხავზე და საუბარი შეეხება იეჰუს მიერ წინა სამეფო დინასტიის სრულიად აღმოფხრას. გიორგი, ჩვენ წინა გადაცემაში ვთქვით, რომ იეჰუ მოქმედებს, მისთვის ძალიან დიდი სტიმული იყო ის, რომ წინასწარმეტყველი ესტუმრა მას, თუმცა ამ წინასწარმეტყველს შეშლილად მოიხსენიებს, მაგრამ ეხლა ვხედავთ სურათს, როდესაც აწყობს მას წინასწარმეტყველის ზურგი, როდესაც მას აწყობს ის, რომ ხალხი იტყვის, რომ ცხებულია ეს და მოქმედებს მეფე იორამის წინააღმდეგ. წინა თხრობაში ჩვენ ვთქვით, რომ მეფე იორამი მოკლეს, მისი დედაც გადმოაგდეს კოშკიდან, იეზებიელი, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი აქვს იმაში, რომ ისრაელი დაიცალა ლევიტელებისაგან და იქ ბაალის კერპი გამტკიცდა და ამის შემდეგ გრძელდება თხრობა ბიბლიაში იმის თაობაზე, რომ სრულიად არის აღმოსაფხრელი წინა დინასტია. საკმაოდ მძიმე სურათია, რასაც ჩვენ ახლა შევეხებით და ალბათ ამაზეც განმარტება არის საჭირო გარკვეული. როგორ ხდება ეს ღვთისაგან ესეთი რაღაცების დაშვება. აქ არის ხოცვა, შლეტვა, ამოწყვეტა პირდაპირ მნიშვნელობით. გეთანხმებით, მანდრია, თან ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ იმასაც, რომ იეჰუსათვის ეს დაწყებული პროცესი ჩვენ წინა გადაცემაში რამდენჯერმე გავუსვით ამას ხაზს, რომ იეჰუ იმედმოცემულია, გულმოცემულია, არა მარტო იმით, რომ წინასწარმეტყველის გზავნილი მიიღო, არამედ დიდი ალბათობით მან იცეს განწყობა ზოგადად მეფე იორამისა და ამ დინასტიისადმი. აშკარად ჩანს, რომ ანდრია ბიბლიური თხრობის აი ამ მონაკვეთში რამდენად მზად არის ისრაელი უარი თქვას ამ დინასტიას. ჩვენ აღარ დაუბრუნდებით აქ თხრობას, აღარ გავაგრძელებთ, ახლა არ გამეორებთ ამას, მაგრამ ძალიან მოკლედ აღვნიშნოთ, რომ ეს არის დინასტია, რომელმაც ქმედითად დაიწყო ისრაელის გაძლიერება, ღირებულებათა სისტემის მოშლისა და იმიდენტობის ნიშნების სრული უგულებელყოფის კვალობაზე, რასაც ისრაელიანობის ნიშანი უნდა დაეტოვებინა. ქვეყანა ძლიერდებოდა, ვითარდებოდა, მაგრამ კარგავდა შინაარს და სახეს. და შედეგია გვაქვს სწორედ აქ, რომ უბრალოდ თვითონ პოლიტიკაც ჩიხში შევიდა, ეს პოლიტიკა რა პოლიტიკასაც წარმოებდა, როგორც საგარეო, ისე საშინაო. და ამავდროულად რაც უფრო დრო გადიოდა, უფრო დამძიმდა აი ეს ურთიერთობა, სოციალური ფონი, რომელსაც კიდე შეიძლებოდა რაღაცა ასე ვთქვათ, საყრდენი გაეჩინა ამ დინასტიისათვის. აქ ერთი ძალიან საინტერესო თხრობა იწყება. ზოგადად რაც არის დამახასიათებელი ამ სამეფო გადატრიალების დროს, სამეფო გვარი უნდა მოისპოს მთლიანად. აი როდესაც იმპერატორს ჩაუყვანეს დავითის შთამომავალი ქრისტიანების დევნის დროს და იმპერატორმა შეხედა დაკოჟერილ ხელებს და შეხედა მის ღარიბულ მდგომარეობას და უბრალოდ თქვა, რომ ეს ვერ იქნება სამეფო შთამომავალი, ანუ ამით უნდათ მთლიანად მოსპობა იმ გვარისა, რომელი გვარის დავითის გამოდიოდა და სრულად ლოგიკაში ჩდებოდა, ხო? აი ამ ლოგიკას მიმართავს სწორედ იეჰუ ახლა და ჭირდება გააკეთოს რაღაცა ისეთი, რაც არ დატოვებს არავის ცოცხალს აქაბის სახლისაგან. მაგრამ საინტერესო რა არის მამანდრე, ისიც ძალიან გონივრულად მოქმედებს იეჰუ. ჩანს იეჰუ იცნობს თავის გარშემო არსებულ სიტუაციას, კარგად იცნობს მას და ამიტომ ასეთ რამეს მოიმოქმედებს.
ის გაავრცელებს ინფორმაციას ყველა ქალაქისაკენ, რომელსაც თავისი უხუცესები ყავს, თავის სასამართლო ხელისუფლება ყავს, თავის მმართველი ყავს და ასე შემდგომ. ეს ჩვენ თავის დროზე ვისაუბრეთ, რაზეა დაფუძნებული ისრაელში სოციალური ქსოვილი, რა იმეთი ქსოვება და რა იერარქიები დგება, საფეხურები დგება და აი ამ ქალაქის მმართველებს, ხარის მმართველებს, აი ტომის მმართველებს და აი ამ წარმომადგენლებს უხუცესობას გაუგზავნის სწორედ ამბავს უწყებას იმასთან დაკავშირებით, რომ მან ხელში ჩაიგდო სამეფო ხელისუფლება. მათ კი 70-ივეს თითო შთამომავალი ყავს, სამეფო შთამომავალი ყავს შაბარებული. და ხო შეიკრიბონ და თუ თვლიან რომ კანონიერია მათიდან ერთის მაინც მეფობა გაამეფონის და იეჰუ აი ამ რეალობის წინაშე დადგება. აქ იეჰუ გარკვეულწილად ამოწმებს რამდენად შესაძლებელია მასშტაბური იყოს მისი წამოწყება. და როდესაც უხუცესებს მიუვა ეს გზავნილი ცალ-ცალკე ყველა 70 ცალ-ცალკე. ისინი იკრიბებიან და იწყებენ მსჯელობას. რაღაცა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. და ეს გადაწყვეტილება ისეთი უნდა იყოს, რაც ყველაზე საინტერესოა მამანდრია. სახელმწიფოს და სამეფოს გამოადგენს კი არა, თვითონ არ დაზარალდნენ ამისაგან. ეს ძალიან საინტერესო მომენტია. თავისი კომფორტის. რატო? იმიტომ რომ როდესაც არ უნდა არავის. ნახეთ მამანდრია, როგორ ჩიხშია შესული ის პოლიტიკა, რომელსაც ქვეყანა ფეხზე უნდა დაეყენებინა. ამ ქვეყანას ფეხზე რა დააყენებს, როდესაც აი ეს უზემოესი სამმართველო ორგანოს წარმომადგენლები არც ერთი არ ფიქრობს დინასტიისა და სამეფოს ერთგულებაზე. ყველა ფიქრობს, ყველას აქვს აქცენტი გადატანილი საკუთარ გამორჩენაზე და ოდნავი ნიშანიც კი არ არის თავგანწირულობისა, ოდნავი ნიშანიც კი არ არის ერთგულებისა და ოდნავი ნიშანიც კი არ არის თავის საუაცხადია, აქ უკვე საუბარიც კი ზედმეტია სიყვარულზე და რაღაცა ქვეყნის მსახურების იდეაზე. დასკვნას საოცარს გააკეთებენ. ორი მეფე ვერ დაუდგა წინ მას და ჩვენ მით უმეტეს გვმართებს დაფიქრება. რომ ამ 70 უხუცესიდან ერთმა მაინც რო თქვას, რომ კანონიერი მემკვიდრე არის ჩემთვის შაბარებული, აღსაზრდა შაბარებული უფლისწული, ხო? გაიზიაროს მის ბედს. ეს უხუცესები ვინ არიან? რა ვის უწოდებს ამ შემთხვევაში წმინდა წერილი უხუცესები? ეს უხუცესები მამანდრია გავიხსენოთ. ეს სასულიერო პირები არ არიან. არა. ჩვენ გავიხსენოთ, რომ ისრაელი არსებითად იდგა თეოკრატულ მმართველობაზე, როდესაც მონარქია შემოდის არა იმიტომ რომ გვარები, ტომები. ხო, ანუ გვყავს ოჯახის უფროსი, რომელიც არ ირჩევა, ის ბუნებითი მოვლენით არის ოჯახის უფროსად დადგენილი, მაგრამ აი ერთი ოჯახიდან გამოსული რამდენიმე ოჯახის თავი იკრიბება და აი ამ ოჯახის თავს ირჩევენ. შემდგომ იკრიბებიან ეს ოჯახის თავები და გვარის მეთაურს ირჩევენ. იკრიბებიან გვარის მეთაურები, მხარის მეთაურს ირჩევენ. იკრიბებიან ტომის მეთაურს ირჩევენ და დგება უზენაესი სასამართლო, უზენაესი ეგრეთ წოდებული საკანონმდებლო, თორემ მათ კანონმდებლობა არ ევალებოდათ ისრაელის მაგალითზე კანონი თავად ღმერთს მისცემს, ხმერთმის ანუ უზენაესი მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც აკონტროლებს სასამართლოს ხელისუფლებას, აკონტროლებს საერო ხელისუფლებას, აკონტროლებს მაშინ დროის სათათბიროებში. ხო, ანუ ეს არის ადგილობრივი ხელისუფლება, მეფის წარმომადგენლობა, რომელიც ყველა ტომში, ყველა მხარეში, ყველა ქალაქში არის ისრაელში წარმოდგენილი. საკრებულო რაღაც ამდაგვარი. ეს უხუცესები ამათი მეთაურები თავისთავად ხდება, რომელთაც ჩაბარებული ყავთ უფლისწულები აღსაზრდელად. აი ამ მსჯელობის შემდგომ ჩანს ეს შეხვედრა საკმაოდ ისე მასშტაბური იყო და ამ შეხვედრის უკან ძალიან ისეთი დიდი ინტერესები იდგა და ის რა ქვია დასკვნა არის ერთი რომ ორ მეფე ვერ დაუდგა იეჰუს და ჩვენ მით უმეტეს ამიტომ ყველა აკეთებს დასკვნას. აღიარებენ იეჰუს ხელისუფლებას. იეჰუს შაუა ეს ამბავი. თითო უხუცესი თავის წერილს მისცეს. 70 ასეთი გზავნილი აქვს.
მაგრამ ეს გზავნილები არ ჭირდება იეხუს. იეხუს ჭირდება მოწმობა. იეხუს ჭირდება დასტური, რომ ისინი მართლა ერთგულები არიან ახალი სამეფო დინასტიისა. და გაუგზავნის პასუხს, თუ თქვენ მართლა ამაზრისა ხართ, მაშინ გამთენიისას ხვალ თითომ უფლისწულის თავი გამოაგზავნეთ კლათაში ჩადებული. და მართლაც მეორე დღეს იეხუს გამოუგზავნიან, ჩამოუვა აი ეს ისა გზავნილი და იეხუ რას გააკეთებს? ორ გროვად დააყრევინებს ამ თავებს. ქალაქის შესასვლელთან მოიწევს ძალიან ფართო საზოგადოებას, ძალიან დიდ კრებას და დასვავს ერთადერთ კითხვას. კარგი, მე აუჯანყდი მეფეს და მე ჩამოვაგდე ის. ესენი მინდა ხუცა. მე რო არ ავჯანყებოდი მეფეს და იმ კარავში მჯდარ ვიყავი, რომელი კარავით საბრძოლო ველზე იყო გაშლილი და ჩემი საქმის კეთება მევალებოდა და გამეგზელებინა ამ საქმის კეთება. თქვენ ხო უჩემოდ ხართ მოღალატეები და თქვენ ხო უჩემოდ ხართ კვლელები იმისა, უბრალოდ თქვენ ამის საშუალება არ გქონდა და როგორც კი საშუალება მოგეცათ, ის მომენტალურად განახორციელეთ. ამიტომაც იეხუმ ამით ჩამოირეცხა ყველანაირი საშიშროება იმისა, რომ ვინმე შეეძლო ხვალდაზე უკანონოდ ჩაეთვალა მისი მოქმედება. იეხუს დინასტია თელიერი სისხლში გასვარა, თელი აი ეს უხუცესობა, აი ეს სისხლში გასვარა და აი ამ სისხლზე დააყენა, აი ამ საშინელ მდგომარეობაზე დააყენა თავისი ძალაუფლება და თავისი აი ეს მმართველობა. ისრაელი თავისი არსებობის და განვითარების ლოგიკურ გზას მეუყვება. ეს არ არის ის გზა, რომელიც მას ექნებოდა იმ შემთხვევაში, თუ დავითივით იქნებოდნენ ის მეფეები, რომელი მეფეებიც უნდა მოსულიყვნენ ისრაელში სამეფო ხელისუფლებაში. დავითივით საძებნია, სანთლით საძებნია და ეს არ წამომცდენია მე ვინაიდან წმინდა წერილში არის ერთი კიდევ დეტალი წარმოდგენილი, რომელსაც ახლა ჩვენ როგორც წინა გადაცემაში უბრალოდ ვახსენებთ, მაგრამ არ გავყვებით ამის შესახებ ჩვენ ცალკე თხრობა გვექნება, ვინაიდან დამაბნეველი რო არ იყო ჩვენი სუნელისათვის ჩვენ პარალელურად იუდას სამეფოში რა ხდება ამის შესახებ თხრობას არ მიუყვებით, ამას ცოტა სხვა დროს შევეხებით. იეხუმ ამ საინტერესო ერთი სიტყვა თქვა, ამ დროს რა ხდება იუდაში? იუდაში, კი, თქვა უბრალოდ იეხუს ეს დეტალი მინდა ვახსენო, იეხუმ 70 ვაჟთან ერთად ეს სისხლი გადასდო იუდას სამეფოსაც, ის არინდობს არავის, რომელსაც რაღაცა კავშირი მაინც აქვს, ნათესაური კავშირი მაინც აქვს იორამთან, აქაბთან, ომრისთან და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. მთელი პრობლემა ეს არის, მამანდრე თქვენ მართალი ბრძანეთ, ეს ოდნავ მაინც უნდა შევეხოთ, რაღაცა დოზით უნდა შევეხოთ, ამას უბრალოდ ამის შედეგებზე მე ვილაპარაკებთ კი. ამის თქმა მინდოდა, რომ საქმე ის არის, რომ იმ ურთიერთობამ რა ურთიერთობაც ჩამოყალიბდა ისრაელისა და იუდას სამეფოებს შორის, ამან გამოიწვია დინასტიური ქორწინება და ამ დინასტიურმა ქორწინებამ გამოიწვია რაც ყველაზე კატასტროფულია და რასაც ყურადღებას აქცევს სწორედ წმინდა წერილი, გამოიწვია არა მარტო სამეფოების დაახლოება, არამედ გამოიწვია იუდას დაახლოება ბაალთან. ბაალის კერპი ჩადის იერუსალიმში. ფეხს იდგამს ჩადის იუდას სამეფოში. ანუ სხვაგვარად რო ვთქვათ, ნახეთ რა არის მამანდრე საინტერესო, აი თვითონ აი საღვთო განგებულების რეალიზების კრიზისი როგორ ხშირად დგას და საღვთო სიყვარული და მისი სიბრძნეთის განგებულება მაინც ბეთლემის შვიდ საღამომდე როგორ მიდის და მაინც ღმერთი მოვა, მაინც გამოიხსეს კაცობრიობას, თუმცა ბოროტება და დაცემული ძალა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ აქ აი ამ მიმართულებით ისრაელის, იერუსალიმის და ძველი აღთმის ეკლესიის სწრაფვა შეზღუდოს და იმას საკნას აქვია მოსპოს შესაძლებლობა, რაც პოტენციაში მას აქვს ამ შესაძლებლობის რეალიზება. საქმე ის არის, რომ ზოგადად ძველი აღთმის ეკლესიას ევალება რა დაამოწმოს, შეინახოს მოლოდინი მესიისა და ის გადასცეს სხვა ხალხებს. ამ დროს თავის წიაღშივე
ჩდება უდიდესი კრიზისი იმისა, შეინახავს თუ არა, მოახერხებს თუ არა ის ამას არა სხვასთან მიტარას, არამედ თვითონ დაცვასა და თვითონ აი ამის შენახვასა შენარჩუნებას. აქეთკენ არის მზერა მიმართული, ჩვენ საღვთო ისტორიას როცა ვეცნობით, ჩვენ ეს დეტალები, აი ეს დინასტიის გადაგდება, დინასტიების და ამ კონტექსტში გვაინტერესებს სწორედ რომ ბოროტების მიზანია დააქციოს იერუსალიმი. არა როგორც ფიზიკური ქალაქი, არამედ დააქციოს ის, რასაც უნდა ინახავდეს იერუსალიმი და მისი ტაძარი. უნდა შერყნას ეს ყველაფერი, უნდა გაუბედუროს, უნდა დაანაგვიანოს ეს ყველაფერი ერთი მთავარი მიზნის გამო. მას ახსოვს, მან იცის ის წინასწარმეტყველება, რომელიც წინასწარმეტყველების თანახმადაც სწორედ აქედან, სადღაც ამ წიაღიდან, სადღაც აი ამ სივრციდან მას თავი უნდა გაეჭეჭოს. ყველაფერი ამის წინააღმდეგ, ყველაფერი საამისოდ კეთდება. ამიტომაც, როდესაც წმინდა წერილი გვესაუბრება ამ დინასტიური ქორწინების შეუსაბამობაზე, გვესაუბრება სწორედ ამ კონტექსტში. იერუსალიმმა კი ვერ მოახერხა ის, რომ სამარია მოექცია მოსეს ღმერთისადმი და იერუსალიმის ღვთისმსახურებისადმი. არა, სამარიამ პირიქით იქი ჩაითრია იერუსალიმი. ომრის დინასტიამ იქი ჩაითრია დავითის დინასტია. ამაშია პრობლემა მომდენდრია, რომ დავითის დინასტიის სანთელი ჩაქრობისკენ მიდის. ერთ-ერთი წინასწარმეტყველების თანახმად, ჩვენ მე შევეხებით ამას. ეს წინასწარმეტყველების თანახმად, რომელიც იაკობმა მომთაბარს უკავშირდება სწორედ მაშინ, როდესაც იუდას ტომიდან კვერთხი განვარდება, და ამ შემთხვევაში ეს კვერთხი დავითის გვარს სადაც შესაბამისად დავითის გვარიდან განვარდება, სწორედ მაშინ უნდა მოელოდონ ის, რომელიც არის მოლოდება წარმართა. ახლა თუ კი დავითის გვარის დაქცევით ხდება გველის თავის გამჭეჭყავის მოსვლა. თვითონ გველი რატო ცდილობს ამ გვარის დაქცევას და რატო აჩქარებს თავის გაჭეჭყვის პროცესს? აი ბოროტების ანატომია. ტრობს საღვთოს და ამ დროს ეს ყველაფერი თავის წინააღმდეგ ბრუნდება. ხო. აი ეს ძალიან საინტერესოა მომდე რატო ვამბობ ამას, იმიტომ ვამბობ რომ ზოგადად ეს არის ის ბოროტების ანატომია, ბუნება ბოროტებისა, რომელთან თანამშრომლობაც ადამიანს ასე დღეში ჩააგდებს. თითქოს და რაღაცას უპირისპირდები და სინამდვილეში შენ საწინააღმდეგო დაკეთებ ყველაფერს. შენ საწინააღმდეგო დაკეთებ განცხადებას, შენ საწინააღმდეგოდ რაღაცა მოქმედებებს იწყებ და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. აი ასე არინდობს ბოროტება და ასე აუბედურებს და ანადგურებს ბოროტება ადამიანს. სხვანაირად არ შეუძლია იმას და იმიტომ ბოროტებას დანიშნულება, მისი დანიშნულება აქვს გაანადგუროს და ესე დღეში ჩააგდოს ადამიანს. აი, როდესაც საუბრობთ იეჰუზე, იეჰუს დინასტიის მოსვლა თითქოს და დასასრულია რაღაცის, ასე უნდა შევხედოთ, მაგრამ იმდენად, რამდენადაც იუდას სამეფო ომრის დინასტიის დროს არაკეთილ გონიურულად დაუახლოვდება მას, სინამდვილეში ის, რასაც ასრულებს იეჰუ ისრაელში, ის დაიწყება იუდიაში და იერუსალიმში. სულ სხვანაირად მოტრიალდება, რომელსაც ჩვენ ახლა არ შევეხებით შეგნებულად და შემდეგ გადაცემაში შევეხებით. რა არის საინტერესო? ისაც იეჰუმ გააკეთა იორამთან დაპირისპირებაში, იეზებიელთან დაპირისპირებაში და ახლა 70 ამოწყვეტაში ეს ყველაფერი უნდა საბოლოოდ გაფორმებული იქნეს. და საბოლოოდ დადგენილი იქნეს იეჰუ მეფედ, რაც აუცილებლად დედაქალაქში უნდა მოხდეს. იეჰუ დაიზრება ისრაელის ვერიდან, საზაფხულო რეზიდენციიდან სამეფო პრეტენზიით, რომელი პრეტენზიის უკანაც უკვე ყველა ადგილობრივი ხელისუფალი დგას და სამხედრო ძალა მთლიანად მის განკარგულებაშია. იეჰუ ერთგვარი ტრიუმფალური სვლით მიდის სამარიისაკენ. ჩანს სამარიაში ტრიუმფალურ შესვლას აქვს რაღაც დაბრკოლება, რაღაცას ერიდება იეჰუ. გამოჩნდება წმინდა წერილში რაც არის ეს. ეს არის ბაალის კულტის მსახურები, ანუ ეს არის ის ინსტიტუცია, რომელსაც თავისი ფინანსები აქვს, თავისი გავლენები აქვს, თავისი პრეტენზიები აქვს და თავისი საგარეო კავშირები აქვს. ამის ამოძირკვის გარეშე იეჰუ თავს მშვიდად ვერ იხსნობს. რითი და როგორ უნდა ამოძირკოს ეს იეჰუ? აი ძალიან საინტერესო განაზრახია იეჰუსი. თავის თავისხადია მას შეუძლია სამოქალაქო ომის პროვოცირება, ძალამის ხარეს არის.
მაგრამ არა. იეჰუს გათვლილი აქვს არა ომრის დინასტიაზე გამარჯვება მამანდრე. არამედ ამ გამარჯვების შემდგომ ამ ყველაფრის შენარჩუნება. უნდა ეს მოიწონოს ხალხმა, მოიწონოს ხალხში იგულისხმება აი ეს ტომის თავრები, ქალაქის თავრები, მხარის თავრები, რომელმაც 70 ძის წაკვეთილი თავები გამოუგზავნეს იეჰუს. რაღაცა უნდა გააკეთოს ისეთი, რაღაცა უნდა გადადგას ნაბიჯი ისეთი, რის შემდეგაც ის არც თუ სამეფო ტახტზე იგზავს თავს ყარად, არამედ ხარდაჭერილიც იქნება მთელი სამეფოსაგან. ამიტომაც ძალიან სიმპტომატურია, რომ სანამ სამარიაში შევა, ბიბლია გვიყვება გზაზე ერთი შეხვედრის შესახებ, რომელიც მე ვფიქრობ არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს მოულოდნელი და ეს შეხვედრა იეჰუს თავიდანვე დაგეგმილი აქვს. ეს გახლავთ რეკაბის ძე იონადაბი, რომელსაც შეხვდება იეჰუ, გაუწვდის ხელს და შეეკითხება, რომ მისი გული მისავე გულივით წრფელია თუ არა. ვინ არის ეს კაცი? ეს არის ეკაბიტების წარმომადგენელი მამანდრია, რომელიც ისრაელში ცნობილი იყო თავისი მტკიცე ერთგულებით მოსეს ღმერთისადმი. აი გამოჩნდა, ესენი ჯერ არ ჩანდნენ, არცაც წმინდა წერილში ესენი. ხო, პირველად გამოჩნდა. ასე მკვეთრად ასად არ ჩანდნენ. აი ჩვენ ვხედავთ საოცარ რამეს, რომ ისრაელის წიაღში მარტო წინასწარმეტყველთა დასი კი არა. მთელი მიმდინარეობაა კიდე, რომელიც არ ივიწყებს აბრაამის, ისააკის, იაკობის ღმერთს და ემსახურება მას. აი ჩვენ წინა გადაცემაში აღვნიშნეთ, ახლა ხაზგასმით უნდა ვთქვა, რომ ისრაელს ინარჩუნებს არა ომრის დინასტია და მისი პოლიტიკა. არა იეჰუს გადარეული საქციელი და ისაც გააკეთებს რაღაც ცოტა ხანში. არამედ ინარჩუნებს ეს სული, რა სულითაც წინასწარმეტყველთანი და ეს რეკაბიტები ცხოვრობენ და მოღვაწეობენ. ეხლა სიმართლე გითხრა, რაღაც სიხარული გამიახლა, გამახსენდა ძველი გადაცემები, სადაც საუბრობდით იაკობზე, ისააკზე, აბრაამზე, მოსეზე, სულ სხვა რამ იხედებოდა იმ თხრობებში, ვიდრე ეხლა არის. აი, თვითონ ამ თხრობის რითიც ანათებს ეს თხრობა, აქაც ჩანს დაცემულობა ისრაელს რეებზე ვლაპარაკობთ, ეხლა რისი გარჩევა გვიწევს და მაშინ რა დიადი იყო ის თხრობა, რასაც ვლაპარაკობთ. აი თქვენი ეს მამანდრია, ეს რეპლიკა ძალიან საინტერესოა და ძალიან ბუნებრივია, ვინაიდან სწორედ ამის თქმას გეგმავდი ახლა მეც, რომ ეს ადამიანები ინარჩუნებენ აბრაამის სულს, მოსეს სულს. თავისთავადია ამ სიმაღლეზე ვერ დგას ვერც ერთი. თავისთავადია, მაგრამ თვითონ მოძრაობა არ ივიწყებს ამას. აი, როგორ არის იცით, აი, ძალიან ისე სიმბოლურად ვიდა თქვა, ახლა ეს პირდაპირ არავინ გამიგოს, მაგრამ აი როგორც ადამიანის სხეულში სიზარღვებია ტაქსელი და სადაც სისხლი მიდის, სხეულის ის ნაწილი ცოცხლობს. აი ისია თითქოს და აი ეს სულის ამ სულით მაცხოვრებლები მთელს ისრაელში მოდებული, რომელსაც აცოცხლოს ეს სხეული, რომელსაც ქვია ისრაელი. მთელი ტრაგედია არის ამ სულისაგან, ამ სისხლისაგან, ამ სასიცოცხლო ნიშნებისაგან ისრაელის დაცლა. ამის მერე იწყება ისრაელის სიკვდილი, რომელიც ვერ უნდა აღადგინოს ღმერთმა. ეს ძალიან ღრმა არის, ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ დღეს აი სულ ვცდილობთ ხოლმე, რომ აი რა გავაკეთოთ, რომ აი გამოვიდეთ აი ამ იმიდან, გავერთიანდეთ. არანაირი პროგრამა არ იმუშავებს, თუ მთავარ რამეს არ მივაქციეთ ყურადღება. არ შემოვიკრიბეთ იმ ღირებულებების გარშემო, რომელი ღირებულებებას დღევანდელ დღემდე შეგვინახა ჩვენ და შეძლო აი ამ ცივილიზაციის თვითყოფადობის შენარჩუნება. კულტურული, პოლიტიკური და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს არის ღვთისაგან მოცემული, მის გამოცხადების შედეგად მოცემული რწმენა და ამ რწმენაზე დაფუძნებული ღირებულებათა სისტემა, რომელსაც განაპირობა ჩვენი იდენტობა. ამისი მოშლით, რაც არ უნდა კეთილგონივრული, რაც არ უნდა კარგად გათვლილი, რაც არ უნდა რეალურად დასანახი პროგრამა იყოს, პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიური და ასე შემდგომ. ვერ განხორციელდება, ნაყოფს ვერ მოიღებს, სასიკეთოდ ვერ მოტრიალდება.
რატომ იმიტომ რომ ძირია გამოცლილი და თვითყოფადობა იშლება და ქრება ხალხი და აი ამიტომ ეს რეკაბიტების ამ წარმომადგენელთან შეხვედრა იეჰუ სჭირდება ერთი რამისათვის ის სამარიაში მარტო კი არ უნდა შევიდეს ის სამარიაში აი ამ ავტორიტეტულ პიროვნებასთან ერთად უნდა შევიდეს ამ პიროვნებამ უნდა აჩვენოს რომ იეჰუს აი ეს მთელი დემარში დაწყებული ბრძოლის ველიდან გააგრძელებული ისრაელის ველით და დასრულებული სამარიათი ეს არის სწორედ ის რაც ისრაელში გააცოცხლებს იმას რის გაცოცხლებასაც ამდენი თაობის განმავლობაში დატრულობდნენ რეკაბიტების, დატრულობდნენ წინასწარმეტყველთანის და სხვანიც. რასაც ემსახურებოდა ელია, რასაც ემსახურება ელისე. ყურადღება მიექცეთ მამანდრია რომ ელისე არ სადარჩა სამემაში, ამ თხრობაში. არ სადარჩას. ხო, ელისე. შეიძლება რაღაცა დოზით მინდა წერილს ავტორმა ამ მონაკვეთის ავტორმა ელისეს შესახებ უგვაწო არა ელისე კი არა საუბარია სწორედ ამ რეკაბიტებზე საუბარია სწორედ ამ მიმდინარეობაზე რომელიც ელისე რომელიც სავისი მოღვაწეობის დასასრული ექნება აი ეს ხალხი მაინც დარჩება ამას უნდა შეინახოს ისრაელი გააგრძელოს იმის შენახვა იცაც ისრაელს თავისი თვითყოფადობა და დანიშნულება შეუდარჩუნდება ფესვი რომელზეც მე როდესაც გარემო იქნება შესაბამისი, კვლავ უნდა გაცოცხლდეს, კვლავ უნდა ამოიყაროს და უნდა გამშვენიერდეს ისე სულიერად ისრაელი. თავისთავად ხადია ეს ყველაფერი მე უნდა დაუკავშირდეს იერუსალიმს და მის ტაძარს, მაგრამ თავისთავად ხადია ეს თეორია დარჩება სამწუხარო და ვერ რეალიზდება. თხრობა გრძელდება კიდევ ერთი საინტერესო მოტივით. სამარიაში როდესაც შევა იეჰუ და რეკაბიტების, ანუ პრაქტიკულად ეს არის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მთელი ქვეყანა დიდი რეფორმებისათვის ემზადება. და აი ამ რეფორმის განცხადებას გააკეთებს იეჰუ. საკმარისად არ ემსახურებოდაო ბაალს წინა დინასტია. მე გაჩვენებთ ახლა როგორია ბაალის მსახურება. აშკარად შეთანხმებული ეს ასე არ წარმოვიდგინოთ მამანდრია რომ ახლა შევიდა იეჰუ სამარიაში და გააკეთა არა ასე არა ეს შეიძლება მოხდეს შემზადებული კი ანუ აქ უნდა ბევრ კითხვას გაეცეს პასუხი თვითონ ბაალის მსახურების აი ამ სივრცემას უნდა გაიაზროს რა ცვლილებასთან აქვს საქმე და მისი ადგილი რა არის ახალ ისრაელში ამ ისრაელში ახალ ისრაელში გულისხმობ აი იეჰუს დინასტიის ისრაელში საქმე ის არის რომ ეთყობა ძალიან მოხერხებულად და ძალიან კარგად გათვლილი გეგმით მოქმედებენ იეჰუც და აი ეს ინოდაბიც. არ გაუჩნდება არც ერთ მსახურს, ბაალის არც ერთ მსახურს ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ იეჰუ გულწრფელი მსახურია ბაალის. რანაირად? თუ კი ასეთი ავტორიტეტი მოყავს და ასეთი ავტორიტეტთან ერთად შედიხარ სამარიაში. მაშინ ბაალის თაყვანისმცემლების მხრიდან დობა რანაირად შეიძლება დაიმსახუროს იეჰუ. ჩანს მამანდრია რომ საინტერესოა ხო როგორ ენდრენ როდესაც აი ამაშია საქმე რომ ჩანს იკითხება სულ სხვა დამოკიდებულება. გეთანხმებით და ნახეთ როგორ არის საინტერესო არის ჩანს იეჰუმ თვითონ ბაალის წარმომადგენლებს მისცა გარანტიები იმასთან დაკავშირებით რომ ეს ყველაფერი მე პოლიტიკურად ჭირდება თორე სინამდვილეში ბაალის თაყვანისცემას ვაქცევებ. უბრალოდ სხვანაირად მე წარმატებას ვერ მივახცევდი. და ბაალის ქურუმება ისევე როგორც იეზებიელი ემზადებოდა საქორწილოდ ბაალის ქურუმები მთელი ეს სივრცე ემზადება ხელახლა თავისი აი ამ მით რა ქვია პრივილეგიების ხო აღორძინების და პრივილეგიების დასაბრუნებლად. ეს კარგად გათვლილი ოპერაცია იყო იეჰუმ რაც იმას აკრან ჩაატარა იეჰუმ ძალიან კარგად გათვალა ყველაფერი და დანიშნა დიდი დღესასწაული ბაალისა თავარ ტაძარში და გასცა სამეფო კატეგორიული განკარგულება. ერთი მსახურიც არ უნდა დააკლეს, თორე უკაცრესად დაიჭება. ამაზე მაინც უნდა მიხვედრილიყვნენ. ხო და იმდენად კარგად დაგეგმა ეს ყველაფერი. იეჰუმ ისრაელში ვინმე ბაალის ქურუმი თუ იყო თვითონ
თავისი ფეხით მოვიდნენ იეხუს, ასე ვთქვათ, აი ამ დაგებულ მახინში, კი ბატონო, ხაფანგში. აქ ცოტა ირონიულადაც იკითხება წმინდა წერილში ერთი ადგილი, იეხუ ეკითხება, მოიხედეთო. ვინმე ხო არ გაკლიათ, ან ვინმე უცხო ხო არ არის, უფლის მსახური ხო არ არის, ეს საინტერესოდ ფიქსირდება ეს ტერმინი და მოდი გავიხსენოთ ერთად. გახსოვთ ჩვენ საუბრობთ ელიას მიმართ. თუ ბაალია ღმერთი, ბაალს ემსა, თუ უფალია ღმერთი. და ჩვენ მაშინ სიტყვების ეტიმოლოგიამდე, ტერმინების ეტიმოლოგიამდე ჩავედით და ვთქვით, რომ აქ ელზია საუბარი, ღმერთ ელი, რაც არის და ელი არის იაჰვე, თუ ელი არის ბაალი. და იეჰუ აქ ბაალის მსახურებს ამას ეუბნება, სწორედ მოიხედეთ, რომ აქ იაჰვეს მსახური არ იყოსო, ანუ არ შებილწოს თქვენი მსახურება. ერთ-ერთი მამა ამბობს, არ მახსენდება ანეტარი ერონიმი, ანეტარი თეოდორიტე, რომელი აკეთებს ამაზე აქცენტს არ მახსენდება, რომ იეჰუ იმდენად დახვეწილად გააკეთა ყველაფერი, რომ უკვირდებოდაო, არავინ სხვებში არ გარეულიყო ვინმე ის, რომელიც თქვათ შემთხვევით არ მოერგო, რომელიც შემდგომ თქვათ ელისესაგან და ეკაბიტებისაგან ძალიან დიდ საყვედურს დაემსახურებდა. როგორ მიყვება მამაი ანდრეა დააკოდით, იეჰუ როგორ მიყვება, როგორ ცდილობს ყველაფერი გააკეთოს, რაც უფლის ბაგედაგან ღვთისმსახურებას როგორ ცდილობს იეჰუ. როგორი ზედმიწევნით უკან არ იხევს არაფერზე. ძალიან დიდი მასა შეიკრიბება. ტანსაცმლის მომტანსაც ეთქვის, რომ საზეიმო ტანსაცმლის, ანუ განსაკუთრებული დღესასწაული დაწესებული, სამისო სპეციალური 60 იმოსებოდნენ და 80 კაცი ყავს დაყენებული გარეთ. ერთი რო გაგექცეთო აქიდან. თითოეულ სულს მოკითხავთ. და დაიწყება მასობრივი ხოცვა-შლეტვა, ბაალის ქურუმებისა და წმინდა წერილი გვეუბნება, რომ ასე გადააშენაო. ასე გაწმინდა იაჰვემ ბაალისაგან ისრაელი. აი აქ არის ყველაზე საინტერესო რამ. თითქოს და ველოდებით ლოგიკურად გაგრძელდეს ისტორია იმით, რომ ახლა იეჰუ უნდა დაიძრას იერუსალიმისაკენ. იმ ღმერთისაკენ, რომელიც ღმერთის სახელითაც ელისემ უწინასწარმეტყველა მას და რომელსაც ესე გაბიდები ემსახურებიან ისრაელში. მაგრამ რომ დაიძრას იერუსალიმისკენ, იერუსალიმში რას ნახავს? ჩვენ ამაზე არ გვისაუბრია, შემდეგ გადაცემაზე ვიტყვით, აქ უბრალოდ აღვნიშნოთ. იერუსალიმს ისეთივე დაბინძურებულს ნახავს, როგორი დაბინძურებულიც იყო სამარი. უფრო დაბინძურებულს კიდე. ამიტომ იერუსალიმისაკენ არ მიდის იეჰუ. მაგრამ წმინდა წერილი საოცარ ამბავს გვიყვება. ამბობს იმასთან დაკავშირებით, რომ იეჰუ დაუბრუნდა ხარების თაყვანისცემას და ამით აბსოლუტურად ამოწყურა თავისი მისია ღვთისმსახურების თვალსაზრისით. იეჰუ, როდესაც დაჯდა ტახტზე, იეჰუ, როდესაც მიიღო ეს მეფობა, უკვე ამის შემდგომ ის მოიხმარა ყველა რესურსი, აბსოლუტურად ყველა რესურსი გამოიყენა, აბსოლუტურად მთლიანად გამოიყენა და ამით მან ამოწყურა თავისი მოშურნეობა და ამით მან ამოწყურა თავისი სურვილი ემსახუროს ღმერთს. ხარების თაყვანისცემა აბსოლუტურად საკმარისია მისოდ, რომ მან ისრაელს დაუმტკიცოს, რომ ის ამ ქვეყნის ერთგული მეფეა. ისევ და ისევ ღმერთამდე ისასვლელი გზა მოჭრილია იეჰუსაგან, ისევე როგორც ეს გზა მოჭრა ჯერ კიდევ თავის დროზე იერობოამ პირველმა. გიორგი, დიდი მადლობა, ჩვენი გადაცემა დასასრულს უახლოვდება და აქ ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტი კეთდება იმაზე, რომ ესე იგი პოლიტიკური მიზნებისათვის იეჰუმ გააკეთა ყველაფერი. თუმცა მისი ხელით კეთდება ისიც, რომ ბაალის კერპის მსახურება ამოიკვეთება, მაგრამ ჩანს, რომ ეს პოლიტიკური თემა არის, იმიტომ რომ ის ვერ ახერხებს დაუბრუნდეს ჭეშმარიტ ღმერთ, ჭეშმარიტ ღვთისმსახურებას. მისი განზრახვა არც არასოდეს ყოფილა ღვთისმსახურების აღდგენა, არამედ მთელი მისი აი ეს მის შესახებ თხრობა გვეუბნება ერთ რამეს, რომ ადამიანი ამბიციურია, ადამიანს იეჰუ ამ შემთხვევაში, როგორც კი მიეცა საშუალება, თვით მეფეზეც აღმართა ხელი, ერთზეც, მეორეზეც, მთელი ისრაელის მასშტაბით სისხლი ღვარა, თავების გროვა დააყენა,
მიაყოლა ბაალის მსახურები, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის ამას აკეთებს ღრმად და ჭეშმარიტების სიყვარულით, ხო. ჭეშმარიტებისა და ერთგულების გზნობით. აი ესეთი ერთი დეტალი, რომელიც სახე პოლიტიკოსისა, ახლა ესე იგი ერთი დეტალი, რომელიც დეტალიც ჩვენ აი ახლა გადაცემის ბოლოსში უბრალოდ რეზუმირების სახით უნდა ვთქვათ, წმინდა წერილს აქვს ერთი ასეთი წინადადება. ამ დროს დაიწყო ღმერთმა ისრაელისათვის მიწების ჩამოჭრა. ისრაელი უკვე ხდება ძალიან მძიმე მდგომარეობაში, როგორც იხსნება სხეული, კარგავს ამ უნარს, ნაწილებს, უნარ შენარჩუნებისას და პირველი ნაწილი, რომელიც ისრაელს ჩამოერთვა, ძველი აღთქმის ეკლესიას ჩამოცილდება, ძალიან სიმპტომატურია მამანდრია, რომ ეს გახლავთ სწორედ ტრანსიორდანია. ეს არის პირველი ადგილი, სადაც დაფუძნდა, გაჩერდა ისრაელი, დასახლდა ისრაელი და ეს არის პირველი ადგილი, საიდანაც ღმერთმა დაიწყო თავისი ეკლესიის აყრა და რომელიც ძალიან მძიმე პროცესებით განვითარდება შემდგომ თავებში, ბიბლიის შემდგომ თავებში. გიორგი, დიდი მადლობა მტრობისთვის. მაყურებელს შევახსენებ, რომ მეოთხე მეფეთა მე-10 თავში შეუძლია შესაბამისი ტექსტი ამოიკითხოს, ამით გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე კარგად ბრძანდებოდეთ.